Seu Art Project! იესონმა უკვე მეორედ გახტასა ჩვენ ოქროს საწმისი და წაიღო მშობლიურ შორეულ ელოდაში მე დღემდე ვერ მომინელებია ეს ამბავი. ხო, ჭრდილებს წინ მოიწიოთ ჟიურის კითხვა შეფასებას ია ისმენ. ძალიან ძნელია. მე მგონი ცოტა სპეციალისტი გავხდი ამ სფეროში, მაგრამ მომეჩვენა რომ თქვენ უფრო მეტად სხეულებს იყენებდით სხვადასხვა ობიექტების შესაქმნელად, ვიდრე წინა ჯგუფი, ანუ უფრო მეტად სხეულით მუშაობდით. კიბე იქნებოდა, თქვათ, თუ ასე შემდეგ, ყველაფერს იქ თუ კიბე იყო ხელოვნურად გაკეთებული, თქვენ კიბეს გააკეთებდით ალბათ უფრო სხეულით. ანუ ეს ძალიან აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, იყო დრამატიზმით სავსე. მე მინდა მივესალმო თქვენს ხელმძღვანელს გიორგის, რომელმაც ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა და რაღაცა ფილმივით იყო, რაღაცა ჰოლივუდის კინოსავით იყო, ისეთი გაკეთებული იყო და ბრავო, აი პირდაპირ ახვანებულია. დიდი მადლობა ია გეგამ. ხო, არ ვიცი, ჩემთვის რთულია, ეხლა თუ იმაზე ვართ, რომელი უკეთესი იყო, ჩემთვის ნამდვილად რთულია, იმიტომ რომ ორივე ჯგუფმა მართლა ძალიან წინ გადადგა ნაბიჯი, ბევრი მოინდომეს და ბევრად უფრო რთული სანახაობა გაჩვენეს ვიდრე პირველ ტურში. რა ვიცი, მე მგონი მაყურებელმა გადაწყვიტოს, მე ორივე დამენანება რომ რომელიმე დავკარგოთ შოუდან და კარგი იყო, ოჩახ და კარგი მიმართულებაა, რომელსაც მიყვებით. მადლობა, ნიკა ხო? სამედნიეროდ ჩვენ არ გვიწევს იმის გადაწყვეტა აქ ვინ ვისჯობდა ამ ორ ნომერში. და პრინციპში არც ამას არ წყვეტს, არც მაყურებელი წყვეტს ფინალში ვინ უნდა გადავიდეს. მე მგონია რომ ეს სანახაობაც იყო საინტერესო, განსაკუთრებით ალბათ ბავშვებს მოეწონებოდათ, ისეთი სანახაობა იყო.
და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად შეიძლება რომ ამის ასე ვთქვათ პრაქტიკა გქონდეთ, რომ წახვიდეთ და სხვადასხვა ცენტრებში ეს ბავშვებს აჩვენოთ, ეს ძალიან კარგია, უჩვეულოა რაც თავარია და მე მგონია რომ მოვიდა დრო რომ ქართველი სტუდენტები მსგავსი რაღაცეებით უფრო მასობრივად ერთობოდნენ. მადლობა რომ ამას აკეთებთ. დიდი მადლობა ჟიურის. მეტი მაყურებელს მიმართავ, თუ მოგეწონათ SEO-art პროექტი, თან თუ მოგეწონათ საფინალო და თან უფრო მოგეწონათ ვიდრე Dance-art სტუდიო, მაშინ მოიმარჯვეთ თქვენი მობილური ტელეფონები და დაურეკეთ მათ ნომერზე 093700. განაცილეთ სცენიდან SEO-art პროექტი.